ამას შეხედეთ. მე რატას ბეჭედი? ტიპოვე, ცოტა თეიდა. დივანი გამოკლია და ცოცხს გამოვა. რა ხდება, გამაგებინეთ. რა ხდება და ბიჭებს ვებაზრე ვალენსიაში. და მაგ ნაბუზურის მისამართი მიწეს. მე? ბიჭო, შესყიდვებიდან არიან შემოსულები, რაღაც ადუშკები და რესტორებია გამოსაცვლელიო და რა ხელი უნდა მოუწერო. იცი რა არის? თავისუფლად შეიძლება რომ ეს სტატია ნებისმიერ სხვა გაზეთში აღმოჩნდეს. მოც. ეგ რას ნიშნავს? მივდივარ. რაც გინდათ და როგორც გინდათ, ისე წერეთ. გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება აქ? კამერებს ვაყენებთ. უი, კამერებს. აპატია ხა უთენია რომ დაგატეხმარა. სალაპარაკო მაქვს შენთან. ხო, აი მაშინ რაც მოხდა ეს ყველაფერი. არა, რაც მოხდა არა. ბეჭედი ვიპოვეთ. მართლა? როგორ? ესე ძალიან ჩვეულებრივად სავარძლის უკანიდო თურმე მთელი ამ ხნის განმავლობაში დამლაგებელმა იპოვა. მე რა კარგია. ხო, აბა ეხლა იქიდან ვინ წაიღებდა იმას? მეც რაღაცა ეგეც ვფიქრობდი. ხო, მართალია. ძალიან გამიხარდა. ხო, ყველა ძალიან გაგვეხარდა. უბრალოდ, ისაა ცუდი რომ ამ ხელა ამბავი მოყვა ამას ყველაფერს. ხო. ეგ ჩემი ბრალია. შენთანაც არ მინდოდა ესე გამოსულიყო. არა. არა, იცი ბრალი ვისია არა, აქ ხა მაგას ნიშნულობა უბრალოდ რაღაცა მინდა გთხოვ. გისმენ. სალონში უნდა დაბრუნდე. ძალიან გამიჭირდება ამ ყველაფრის მერე. ეხა მომისმინე. აი ამ სულელური ტყუილის გამო ამ 4 კედელში უნდა იჯდე და სამსახურს თავი დაანებო? თან სად ვიპოვე ხა მეორე შენაირი სტილის? რო არ მოგატყო ეს ბოლო პერიოდი სულ ვფიქრობ ამ ყველაფერზე. ჩემ ბრალია რა არ უნდა მეთქვა ამ ხელა ტყუილი. დაივიწყე ეგ და დაბრუნდი სამსახურში. მე არავის არაფერს არ ვეთქვა. բայց აქამდე არ გითქვამს არავისთვის? რა შემჭირდებოდა მაგის თქმა? დიდი მადლობა. ხო. ეხლა სიმართლის სათქმელად დრო დამჭირდება და მე თვითონ გავაკეთებ ამ ყველაფერს, ხო? სუნუ იტყვი თუ გინდა ნურაფერს, არც ეგაა პრობლემა. რაც მოვიფიქრე. კარგი გოგო ხარ შენ. ამის სათქმელად მოვედი. ყავას გაგიკეთებ? სიამოვნებით დავლევ. მართლა? ხო, მომენატრა შენი გაკეთებულიყაო. ალო, ირაკლი. საღამოს შევხვდეთ, კარგი? კაი.
ხალხ დამთავრე. კი, რა იყო? დაგელოდები. უდის მომახსოვს ყველას. გისმენ. მოგლეთ, ნიკა. მე ვიფიქრე. შენს ულტიმატუმზე. ოჩახ, ახლა ოჩახ. მიმესწრები და მომისმინე. კარგი გისმენ. რა დროს ეგ არის, კარგია ხა. რა დროს ეგ არის? რა დროს ქორწილია ხა. ბავშვები ხო არა მოხდა. ბავშვი. ნუ ამ დაქორწინებაზე და ერთად ყოფნაზე რომ გავგიჟდეთ და გადავიდიოთ ახლა. შენ ვერ ხვდები რომ თავარი აქვს სხვა რაღაცაა. რა არის აქ თავი? მეზობლები რას იფიქრებენ თუ რა? ახლა მე მგონი მაშინ გარკვევით გითხარ. კი ახლა რა მოგივიდა რა. ეს ქორწილი რა. საერთოდ თუ ხდები ახლა რას ვთხოვ რა. ხვდები კახა. მე 21 საუკუნეში რა დროს დაქორწინება ახლა გამიგო. ან მithოვდება, მე თავს სოლსეთი მითხარი რა. მაშინ შემეშვი საერთოდ. ნუ ბრაზდები ხა შენ ასე. არა. თუ ვიყოთ ერთად. მაინც და მაინც სახელმწიფოს წინაშე უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ამბავი. და რამდენი ხანია ასე ვართ. გარკვევით ხომ გითხარი. ან ისე ვართ როგორც მე მინდა, ან არ ვართ საერთოდ. არ მინდა თოლის მოყვანა. მე კიდე არ მინდა შენი საყვარელი მერქვას. უნდა მე. სხვა რამე დაუძახე. სხვა რამე. რა იყო, აბა რა ახირება ახლა ეს ქორწინება გამაგებინე რა. არ მინდა თოლის მოყვანა თუ გეუბნები რა. თან ასე ძალიან კარგად. მე არ ვარ კარგად. ესე იგი არა. არა. კარგი. ყველაფერი ესე იგი. კარგი. კეთი, დედი, გუშინ ლეილამ რაღაცა მითხრა და მე მგონი მართალია, იცი? რა გითხრა? რა და ახლობელს გააკეთებინათ რემონტი და უფრო იაფი დაგიჯდება თუ. სად ვნახო ეხა ახლობელი ხელოსანი დედა. მე გეტყვი სად? გუჯა გახსოვს შენი კლასელი? ხამუშაძე? ხო. იმერე? ლეილა შეხვედრია, რაღაც ოფისი მაქვს სარემონტო სამუშაოებს ვასრულებ თუ. აი დედა რა გუჯა რა. ხო არა მეც თავიდან უარი უთხარი, მაგრამ მე რეიცი რა რომ დავფიქრდი დედა. 200 ლარით იაფიც რო დაგვიჯდეს ეგეც საქმეა. დედა რა უთხრა ეხა გუჯას ამდენი წელი არ მომიკითხი ხარ და მოდი იაფად გამიკეთე რემონტის, ხო? არა. შენ ნუ რაფერს ნუ ეტყვი. ლეილა დაურეკავს, ხო იცი რა ტიპი აუცება დაეთანხმებს მაგას. დედა ლეილა კი დაითანხმებს, მაგრამ ეგ გუჯა იყო მაკაზე გადაკიდებული და თუ ატეხოს ამბავს ახლა. გინდა ეგ? დათოს აკავშირია გუჯასთან ვერ გავიგე. ჩვენ გვიკეთებს რემონტს, მაგათ ხო არა რა. რაიმე. ვერ წარმომიდგენი რომ საერთოდ გუჯა რამეს აკეთებს. დედა, თქვენი სწავლის დამთავრების მერე იმდენი წელი გავიდა, ალბათ აკეთებს ეს ბიჭი რაღაცას. კარგი. დაელაპარაკოს ლეილა და თუ დაითანხმებს და იაფი გამოვამართლა გავაკეთე. მეც მაგას არ ვამბობ, დაელაპარაკოს. აუცილებლად ისეთებს ეტყვის დაითანხმებს. მეც ეგ ვთქვი დედა დაელაპარაკოს. წავედი მაგვიანდება. მეც მალე გავალ ალბათ. კაი, დამირე კემერი და გამაგებინე რა. აბა რა შეძა. სათხარ შეჩემო რომ გირეკა ამდენი ხარ. რა ვიტვინი მოტყნეს დილიდან. მე რა დაო და არ ჩამირტვა. ატა ოპა. დაუ მე რა პონჩი ჩამეტყვის ვერ. რავი, ხო იცი ყველა ჩემზე არის აცრილი. აროჩი მარტო უნდა წავიდე რა იქში. რა მარტო უნდა წახვიდე გადა ოფშე ჩემო, ვიჩალიჩებ რამეს რა. რამე გამოვა მაგახურებთან თო. ირა მომისმინე. ფულია რა დასაბამებელი რა. ეხლა მაგის დრო არ არის ნამდვილად. მე ვერ ვიდგები ხა სანამ შენ ვიზას იშოვი, მე ვიზით ხელში ვერ ვიდგები. ო ვაი ბაზარი არა. ბიჭო.
Просто შენს რო წახვალ რა. სულ კონტაქტზე იყავი რა ძმაო რა. Смисле და არო შეძმაო, შენს ბახასავი ძმაკაცობაში არ ჩაიჯოა რა. ბიჭო, ირაკლი. შენ ხაზე ხარ ეს მეუბნები? ბიჭო, სხვანაირად აროჩე რა. რა კაროჩე, შენ ახლა რას ფიქრობ, რა გონია რომ მე ეს ავიღებ და ოჯახის ფეხებზე დავიკიდებ და მოვხევ, ხო? ეგ არ ვაფშე არ აბა რეებს მებლუყუნები ბიჭო, ვერ გავიგებ, რამ გამოგასწირა ამ ხელაკაცი, ხო? ვაროჩე. გოგაი ბაზარი არ არის. ბიჭო, ვაფშე შეიძლება იცი რა ხდება? რა შეჩემა რა იციან რომ ბახა მოიხია და ლეილას და ზურიკოს 96-ში დანაზოგი ფულით ნაყიდი ბინასთან გაიყოლა თუ რა უნდა მეთქვა რა უნდა იცოდე აბა რა შეუნები სად მივდივარ არაფერს ვეუბნები რომ ბახა სჭირდება დახმარება და მივდივარ გერმანიაში ესპანეთში რომ მიდიხარ ეგეც არ იცი აში ბიჭო არ იციან შეჩემა ძალიან გაიგებენ ეხლა ეგენი მე გერმანიაში ვარ ესპანეთში თუ ვალენსიაში ბიჭო ბაზარია სიგარეტი გააქვს არა წამოდავიცი ფული გააქვს არა მაქვს და მაგას ვალს ჩავაწერი რა ქნიეს, რაზე მოაწერე? რა? უში რო დამირეკეთ რაღაც პადუშკები და რესორები არის შესასვლელი, ფას არ დახვიდე? ხო დაგირეკე, ხო კითხე მოვაწერო თუ არა მექნე, მოვაწერო ხო მითხარი. ბიჭო, კი, მაგრამ ის არ გითქვამს რომ ამ ხელაკურსზე იყო ბაზარი, აუ კაროჩე რა ზუგა რა. ბიჭო, ეს ნაწილები ხშირად ისვრება და სულ ესეჭდება ხოლმე რა. ხშირად რატო იცვლება? ნუ სუსტი ადგილებია ეგ მანქანის და ამ ხელა ტვირთს როუდებს სულ მაგაზე უყავს. ცოტა მერე რო შეცვლილიყო არ შეიძლება და ბატონო გიორგი ამის ყიდვა აუცილებელი იყო, ნუ მაგის გარეშე მანქანები სულ დაიმდროებიან. რა უნდა მეთქვა? არაფერი რა უნდა ვქნათ, მოწერილია ხელი და იყიდია. ეცა ბოლოს როდის შეცვალეთ პადუშკები? ზუსტით არ მახსოვს, 2-3 თვის წინ. და ეხლა არის კიდე შესაძლებელი, ხო? ხო, დათვალიერების შემდეგ ეგრეთ თქვეს, რომ შესაძლებელია. ამოდი მანახე რა ეგეც დაათვალიერა რა. მოიცა არ მინდა იქ შენ კაჩაობები. ნუ დაიწყე ეხა ის. ბიჭო, მაცადე და გავარკვევ. დამო. მოდი ნინო, მოდი. ქალბატონთინა, მე ვიფიქრე იმაზე, რასაც გუშინ მოვაპარაკეთ. აბა გისმენ? გადავწყვეტე შვებულება ავიღო. გამოცდების პერიოდი როა? მესმის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. შეიძლება ნებისმიერ დროს ისევ მომივარდეს ჩემი ქმარი. გასაგებია. თან არ მინდა რომ ჩემი პირადი პრობლემები ვინმეს თავზე მოვახვიო და თან მით უმეტეს სტუდენტებს. რამდენი ხანი გინდა მინაშობლება? 2 კვირა. ბეცდები 2 კვირაში ყველაფერი მოვაგვარო და დავბრუნდა. ნინო, კიდევ ერთხელ გეუბნები, მე შენი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ უნივერსიტეტში ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. მესმის და სწორედ ამიტომ გთხოვთ შვებულებას. კარგი, ოღონდ ერთი პატარა პრობლემაა. რა პრობლემა? ვინმე უნდა იპოვო, ვინც შენს მაგივრად ჩაატარებს გამოცდებს. ვიპოვე. ნინო, ასეთი მარტივი არ არის შემცველის პოვნა. ყველას თავისი გამოცდები აქვს და დამატებითი საქმე არავის არ სიამოვნებს. მესმის, მაგრამ ისე არ გავალ შვებულებაში, ეს პრობლემა რომ არ მოვაგვარო. კარგი, შენ შემცველი იპოვე და მე მოგცემ შვებულებას. ქალბატონთინა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. შევით მოგოებოდ ამაგვიან დაკრებაზე ვეღარ მოვასწარი. თქვენ ეს რამე საინტერესო. არაფერი ახალი, ისევ შემცირებებზე დაიწყეს ლაპარაკი. კაი რა. არაფერი არ გამოგიტოვებია. რა წაიღეს ტვინი ამ შემცირებებით? რა თუ უშვებენ ვინმეს თქვენ პირდაპირ რა. მე მგონი ეგენი სპეციალურად ამბობენ, ესე რომ ჩვენ დაძაბულებმა ვიმუშაოთ. ისი ყავა ეს დავლებ რა. ლია, იცი რა არის? მე მგონი მართლა გვიშვებს თითო. იმიტომ რომ ასეთი რაღაც ადრე არასდროს არ ვთქვა. ნუ დაიწყე ხა შენ შენებურად რა. ვიცი, ღმერთით მე არ გამიშვებდეს. მე ჩემ თავს კი მივხედავ, მაგრამ თალიკოს იმდენი წამალი ჭირდება რომ რა.
კარგი ერთი ბაია რა, შენ ვინ გაგიშვებს? ყველაფერს თავი დავანებოთ ახალგაზრდა ხარ. შენამდე გაუშვებენ 100 აზაცხოვიძეს. იქნებ ხელფასები შეგვიმცირონ და თანამშრომლები არ გაუშვან. არ ვიცი რა. მე ყავას დავლებ, თორე იმდენი პაციენტი მყავს, მე როდის მოვახერხებ არ ვიცი. აი შენ არავინ არ გაგიშვებს შენ. უკაცრავად, ყავა. უშაქრო. კეთი, როგორ ხარ? კარგად, შენ? არა მიშავს. რაღაც საქმე მაქვს შენთან და კითხავ გვარებ, ხო? ხო, რა ხდება? რეანიმობილისთვის ვეძებ ექიმს და ხო არ იცი ვინმე. ვაი, ესე არ მახსენდება, მაგრამ კითხავ გოგოებს. კარგი, ცოტა მეჩქარება და იქნებ მალე გამირგვია, ხო? პაციენტები მყავს და რომ მორჩები მიღებას, მე გავიქ. ხო, არ ეხლა არ მოგაცდენ. მე თუ რამეს გაიგებ, გამოგებინე. კარგი. კაი. მადლობა. დროებით. ერთი ყავა მეც რატო შეიძლება? ამ ბოლდროს ვაფშე აღარ სცალია რა. რატო? რავი, ხან რატო? ეხლა ვიღაცა სწავლა გადაღებაზე. ბოლოს საქმროა თუ ვინ არის, ისე იშვიათად ვნახულობ. კაი, უაზროდ ვნერვიულობ რა. უაზროდ არის თუ აზრიანად ბრაზდები და რა ვქნა. მასწავლებელი მოვიდა. გამარჯობა. ანი შენ ხარ? ისე იგი სწორად მოსულ ვარ. რა დიდი სახლი გქონიათ? მამა სად მუშაობს? მამას ბიზნესი აქვს რაღაც. გამარჯობა გინეცვალე. მადლობთ. მოკლედ, გოგონებო, მოდით ინგლისურად გავისაუბროთ. რომ თქვენი ცოდნის დონე გავიგო. მე ასეთი მეთოდიკა მაქვს. Let's go. My name is Clarissa. And I will teach to English lesson. გეუბნები მაგას უეჭველი შეეტენება იქ საკუთარ. გონია ადარდებს შეშ. ატისტა ლექციები არ ადარდე? ო, ტიპი იმენა გასულია. რა ვიცი. ბიჭო, წვანე ვნახე ინგლისს და თურმე ტიპი ადგება ყოველდღე ყიდულობს და მე სახში ზის და მარტო ეწევა. მობას გაქვს. გონოს ვიცავ. აი კიდე ყველობით. ო, პუნჩი. ალბათ ნუ იმის გამო რა, გამოცდების გამო. გავუდგეთ რა უგოჭველი. გამარჯობა. გამარჯობა. ბიჭო, რატო ისხوارიცით? რატი რაღაც გამოცდაში ჩაიჭრა და დეპრესიაში. ძირთადად სახშია. რა გამოცდაში? საზღვარგარეთ უნდა წასვლა და რაღაც საათკაცში ვერ მოხდა თუ რაღაც ეგეთი. რატო ვერ მოხდა 10 კაცში? ჩვენც ეგ გაგუკვირდა. მე ხომ თხოვენ რომ ერთ-ერთი სტუდენტი გაცვლით პროგრამით გავაგზავნო და რატისთან მინდა დავაპარაკებოდა. მართლა? ხო, მართლა და დაურეკეთ და უთხრეთ რომ საქმე მაქვს ასწრაფოდ, კარგი? ხო, ვეთქვით უიჭველი. ავტოზი დაეცა. მაგარი გაგიშდება შეჭე. ჯოგაო დაურეკოთ ეგრევე. უიჭველი, ხო. გვანცაი ძალიან მალე მორჩები და დაგიძახებ, კაი? კაია. მაგრამ მოკლედ რა, დამაწყდა ნერვები რა. მთელი ყოფნის განმავლობაში ხანიკიდან მოვარე, ხანაკიდან მოვარე. კაი რა გვანც, რამდენჯერ გითხარი წამოდი თქო. არც ერთი ნორმალური ჟურნალისტი არ გაჩერებულა მაგათთან ამდე ხანს. თქო, წამოვედი და ეგ არის რა, დამთავრდა, მორჩა რა. წერონ ახლა თავიანთი იდიოტური სტატიები და იყვნენ. მეც მასე არ ვქენი. მიუყარე ყველაფერი და წამოვედი. ხო, სწორიც არის რა. თან ბოლოს ისეთი მაგარი სტატია არ დამიბეჭდა, ისეთი მაგარი სტატია, თათია, რაღა გამაჩერებდა იქ მართლა რა. მათ ჩვენ ერთი გეხვეწები რა არის ეს სტატია ამისთან. ლეპტოპი გააქვს აქ? კი, აბა. ხო, დაგიფარვარ და პირდაპირ მეილზე ხო. გვანც მოდი. მოდი, აი.
მაკა დედუნა. ხოიცი ძალიან რო არ მიჭირდეს არა. ვიცნა დედა, მაგრამ ბათომ არ მინდა რომ გაიგო. გაიგოს მე რა მოხდა? დედა გახსოვს როგორ გევლებოდა თავს. ყველა დაბადების დღეზე რაღაცას ჩუქნიდა. ხან სურათის ჩარჩოს, ხან რა მოქონდა, ხან რა მოქონდა. სახლიდან რომ მოქონდა რაღაცები და მე ჩვენ დედამის უბრუნებით გახსოვს? აი მოვიდა. ისე რა მორცხვი ბიჭი იყო არა? მოდი გუჯა. გამარჯობა ნანადელია. აი მე გუჯა, გამარჯობა შვილო, როგორ შეცვლილ ხარ? ნამდვილად ვერ გიცნობდი. დაკაცდა. მაკა. როგორ ახარ? კარგი, ჩვენ როგორ? რა ვიცი ვარა. ადრო გავიდა არა. ხო, აბა. გუჯა შვილო, წამოდი ჩავიდეთ ახლა ნახე რა როგორ არის. ხო იცი, იაფად უნდა გავაკეთოთ. ცოტა არ შემარცხვინო. არა გწენია. კაი, წავიდეთ, ჩავდალიეთ რა. ჩავალთ, ნახავ და ამოვალთ მე. წამოგიჯა, წამო. კაი. სად არის ეს ჩემი სამდენი ხარ? რატი? იბერზევა. მალე რა? როგორ გაუხარდება ასე ხარ? ბიჭო. რამე ხო არ გაუჩალიჩოთ? კაი რა უნდა გაუჩალიჩოთ ეს დეპრესიაში. ამე. კაი რა უნდა კაი მოვიდა, მოიცა, კაი არ გაუტრატო რა. კაი. გაშვით. შენ? ტელეფონს არიღებ. არ ჩანხარ, სათხარ ვაფშე, რას ჩალიჭო ცოცხალ. მაგისთვის ჩამომიყვანე. აი არა მოიცა ეს. ბიჭო, ლევანა ხო აზე ხარ? მინ ლევან. წეროძე რა. ხო, მე? დაჯექი. არის ჩემ? ლევანა ეს ნახეთ რა და? ლევან. გამარჯობა, შენთან მოვიდოდი ზუსტად. რა იყო მითხარი? იცი რა, პატარა, სწორედ პატარა რა, დიდი თხოვნა მაქვს შენთან და მითხარი მე რა. მოკლედ, დედა ჩემია ცუდად და დროებით შეულებაში უნდა გავიდე. სერიოზულია რამე? არა, მაგრამ მიხედვა ჭირდება და სანამ დაუბრუნდები, შეგიძლია რომ შემცავ. ლექციებიან, ხო? და გამოცდებისთვის დაბრუნდები? იცი, აი ზუსტად ეგ არის პრობლემა, იცი, გამოცდებზეც ვიღაცამ უნდა შემცვალოს. კაი, გადავხედავ ცხრილს და თუ რაღაცები არ ემთხვევა, არ არის პრობლემა. ლევან, ძალიან დიდი მადლობა. არაფერს, ისე. ახლა ძალიან მწვანეა ესე რომ გაწუხებ. ხო და ნუ გწვენია რა, უბრალოდ კარგად ამიხსენი რა და როგორ რომ. კი, ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნი კი. ძალიან კაი. იცი, ზეგ არ მაქვს ლექციები და თუ გეცლება ცოტა ხანი შევხვდეთ. კი, აუცილებლად მოვიცლე. ძალიან კაი. კაი, შევეჯახთ რა დამოგმენი. ხო, კარგი. ახლა ამის მადლობა. არაფერს. ბატონო? გაუტანთინა ნინო ვარ. ხო ნინო გიძვენ რაკელი იპოვე შემცვლელი? ვიპოვე ლევანი შემცვლის. კარგი, მაშინ შემოიტანე გაცხადება როცა მოახერხებ და მე მოგიწერ ხელს. კარგი, მადლობა. აი დააჯექი, რამდენი ხანი უნდა იაროს მოგასგავ. ხო მართლა ეგრეთ, ბატონ. არ გჯერა ხო? ო რამეს ხო არ მეღადავებთ? შენ კიდე რა, თუ არ გჯერა ძმაო ჩვენ გჯერა და ჩვენ წავალ. ო რა? ხო რა მაგარი. ბიჭო. მომისმინე ხა, მოიხოდე რაღაცა ზემოდი და მიდი ლევანასთან ეგრევე. ხო, მივალ აბა რას ვიც? აუ ჯიგრები ხარ. просто ეხა საქმე არ გაიფუჭა, ბიჭო და ფხიზელი მიდი, გაიგე? ხო, აბა რა ყვანჩი. მოიცა აქ რატო უზივარ? ხალხი ჩამოდ. და გამომართვი ეს.
ტატა? ხო. ტაქსით მიდიხარ? კი, გამოვიძახე. აუ, გამოყვები რა. კაი. მადლობა. გოგო, ერთი წამით რა. ხვალისთვის ძალიან დიდი შეკვეთა ავიღე და საჭირო რომ 1-2 კაცი დარჩეთ. ამაღამ. მოახერხებთ ვინმე? ვიცი რომ ყოველს თქვენი საქმე გაქვთ, მაგრამ უბრალოდ მარტო ვერ გავაკეთებ ამ ყველაფერს და მაგიტო გეუბნებით. ტატა მოახერხებ შენ? აუ ვერა რა, დედა ჩემი აქ არ არის და ბავშვი მარტო მყავს დატოვებული, თან ძიძას გავუშვი და. ლიკა შენ? აუ ვერა რა, ხო გამოცდა მაქვს და უნდა გავათენო დღეს. ვერ დავრჩები. ხალხო ფულს გიხდით ამაში, ისე კი არ გამუშავებთ. დია მოახერხებ შენ? მე? კარგი, არ არის პრობლემა. ძალიან? დარჩა რამე გემრიელი სასმელი ჩემთვის. შენთვის ყველაფერი დარჩა. ილო, ხვალისთვის დიდი შეკვეთა გვაქვს. მოახერხებ ხარო დარჩა დღეს. როდის არ დავრჩენილ ვარ ჩემო მანჩო. ძალიან კარგი. წამოდი მაშინ მე და შენ ინტერიერს მივხედოთ. და მე ილოს მივეხმაროთ სამზარეულოში. გაგიმარჯოთ გოგოებო. მოხვადე? შია. არა, ჭამეთ მე და არც ყავა არ გინდა? არ მინდა რა, დავიღალე. რა ხდება? თქში მარტო უნდა წავიდე გერმანიაში რა. არ ჩავუტყეს იმას ვიზა. აუ, იმას რას ჩაურტყავდნენ? რავი რა. ჩავუტყეს. როდის მეთახარ? ამ პარასკევს წავალობთ. ესე მალე რატო? რავი, მაგუში, ბახამ ნახა რა უკვე მანქანებიდან მიხმარება ჭირდება. და მარტო ვერ მიხედავს ის ბახა, ესე უცბად რო არ გაიქცე? იდოქში მაგუში უნდა ჩავიდე უეჭველი რა. ის სხვანაირად არ გამოდის, მარტო ვერ მიხედავს ის. ეს რა გამოსილებულიც არის. აი რა გჭირს ახლა რატომ მიგუშე? ჩავა მივხედავ საქმეს და ჩამოვა რა. ახლა სულ არ ვჩევი რა. აი აქ რა საკეთე? საოპარაკოდ მოვედი. და ის ალიკა ვერ ხვდები რომ შენთან საოპარაკო არაფერი მაქვს? ძალიან გთხოვ მომისმინე რა. შეგიძლია ამ ხსნარისთვის მოხვედი? ბაჩო, უბრალოდ მომისმინე. აი მოდი ჩაჯდეთ. მედი მალე მითხარი რა არ მაქეორებ რა. მე და პახა დავშორდით. აი რაში მაინტერესებს ახლა იგი გამიხსნი? მომისმინე. არ მელაპარაკები. თან რამდენი ხანია არ მინახე ხა. მაპატიე და რა. რა უნდა გაპატიო ლიკა? და ძალიან საერთოდ აი რო გაპატიო ეხა როგორ გონია ეგ რამე შეცვლის? შეცვლის. მე და პახა საბოლოოდ დავშორდით ერთმანეთს. ბაჩო, სულ მარტოა. ძალიან მიჭირს. აი რადე რა. რა საკეთებ ხა ახსარებას მაბარებ თუ რანაირად იქცევ? არ ვიცი. რაც გინდა ის დაარქვი. სულ მარტოა. თან აღარ შემიძლია ამ ცარიელ სახლში ყოფნა. ასე ცუდად მაშინ არ ყოფილვარ მამა შენმა რომ მიგვეტოვა. მაშ ჩემთან იყავი და შენ გადამატენინე ის დღეები. ბაჩო, მაპატიე და დაბრუნდი სახში რა. ხაჭაპური გადაიღეთ ძალიან გემრიელია, შორე. მართლა გემრიელია, შორე. კარგი, და გამოსუქოთ ან. მე გადაიღე რა გიხვეწები. კი ბატონო, ახლავე მადლობა. აი მე გოგო, აი მახო რო არ ყოფილიყო, იმ მანქანას რა ფაში გავყიდიდი, კაცმა არ იცის რა. ხო, რატო ხო ახალი მანქანა იყო? ახალი კი იყო, მაგრამ მოდიოდნენ და ხარას მეუბნებოდნენ ხარას და
ორა ეგრეა ეხლა სულ და გადამყიდველებითაა სავსე ბაზარი რა იყიდიან იაფად გაყიდებენ ძვირად მაგ შენ რო არ ყოფილიყავი გავაჩუქებდი იმ მანქანას კარგი განათი ხარ ალაპარაკი არა მართლა მოგოი მე და მახო პირველი კლასის 1 სექტემბრიდან ვიჯექით ერთმერხზე მართლა კი მაგრამ მე მგონი მე-5 კლასში გადაგვსვეს ხო გამარჯობა ოი სახლი რა ხარ კარგად თქვენ რა კარგად ჩვენც კარგად მოდი ჩემო კარგო გაგაცნო ჩემი ბავშვობის მეგობარი მახო ზოიძე სასიამოვნოა ჩემთვისაც ნათია რა ლამაზი ქალიშვილი ყოლია პირდაპირ შენი პატარაობა ოღონდ ეს ცოტა მგონი მამასაც გავს ხო არა მე ბებიას ვკავარ უნივერსიტეტიდან მოდიხარ ხო ლექციები მქონდა აღნიშნავთ რამეს კი ნაცია მანქანა გავიდა და მართლა რატო ხო არ მინდოდა აღარ მინდოდა ეს მანქანა მე რო დამჭირდება რამე ახალს ვიყიდი ხო რა BMW არ არის ქალის მანქანა თანამ ქალაქში ისე მე თუ გინდა შენ რაღაც პატარას დაგათრევიში არა მე არ მაქვს მართვის მოწმობა მე რატო შენ ხელა გოგოები უკვე ექსპიატები დარბიან მე არ მინდა მანქანა ისე მართალი ხარ ისეთ საშინელებაა ამ საცობებში სიარული ამ ქალაქში კარგით ახლა გვეყო მანქანებზე ლაპარაკი და დავლიოთ რაღაცა რას დალებდე ღვინოს ვავთ აუ არა არ მინდა რა შამპანურიც გვაქვს მახო მოიტანა არა არ მინდა და მაშინ მე შემოგთავაზებთ ერთ სადღეგრძელოს გისმენთ მოდით სალის თამადობით შვილებს გაუმარჯოს თქვენ ყავთ შვილები მე კი თანაცოური ხო და თქვენ შვილებსაც გაუმარჯოთ დიდი მადლობა აი მე სალი დღეს გავიცანი და რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემი ნათიას პატარაობას უყურებ ხო ნათია მახსოვს სულ პატარა და აი ახლა სალის რო უყურებ გონია რომ ისევ პატარები ვართ სალი გაგიმარჯოს გაგიმარჯოს ბედნიერებას გისურვებ შემოგევლე გაგიმარჯოს ჩემო მამაცო ალბათ თქვენ შვილებსაც გაუმარჯოს მადლობა დიარაშვილი გიო დღეს არ მომაკითხო რაღაც დიდი შეკვეთა მივიღეთ და გვიანობამდე აქ უნდა ვიყო აუ რა გაატრაკეს მაგათმა საქმე კიდე რა შენ გარდა ვერავინ ვერ ნახეს დასატოვებლად აუ კარგი რა ზოგს პატარა ყავს და ვერ ტოვებს ზოგს კიდე გამოცა აქ შესაბარებელი თან მან ჩომთხოვა და უარს ახლა ნამდვილად ვერ ვეტყვი კაროჩი და როდის გამოდიხარ აუ გიო არ ვიცი წადი შენ სახლში მაგ კიდე ტაქსით მოვა აი მაინც დამირეკე და თუ როდის რა გინჩი მაგერა ვარ ყვევრა ახლა გავიდეთ აი ხე გამორთავ და გავგაზოთ თქვენ წარდით თამე რაღაცა მაქვს მოსაწოდები და წავალი სახლში ვერ ისა აგინდა შენ დარჩევდი ხო აგერობები ვიზა და წავალი მე გარკვეულებში ჩადი და გავუტრაკე მაგათ ნუ შენ ძალიან მოგანადაო აი გავიდი მაშინ ჩვენ რა და გამოვთ ყველაფერი არა მაშინ გავარდ და გამოდიო დავი მაგრამ წავიდნენ ხო ეს წუთია გავაცილე ვინ მღეროდა აი მე თეა და მახონდე და თეო რა კარგად მღერის 20 წელია ხმა რა მომიღიაო ხო შეჭამ რამეს ო კი რა ნამცხვარი მინდა თუ არის და ყავას დავლა კარგი ცოტას მივალაგებ და ყავა დავლიოთ დედა მანქანა რატო გაყიდა არ მინდოდა დედა მამა შენის ნაჩუქარი მანქანა ციარული და ეხლა მამას ნაჩუქარი თუ ყველაფერი უნდა გაყიდათ არა ყველაფერი არა თან ხო ნახე დავჯექი თუ არა ეგრევე ავარიაში მოვყევი გამანებით არის კაი როგორც გინდა ვიმე თან არაჩვეულებრივ ფასად გავყიდე მახო რო არ ყოფილიყო არ ვიცი გავაჩუქებდი ალბათ ხო ეგეც უნდა მეკითხა მახოს რა უნდა და არაფერი და Facebook-ზე რო ვთქვი რომ მანქანას ვყიდი მეთქი გამომეხმაურა და მომეხმარა რაღაცა ერკვევა ეგ მაგაკითხში და ესე უანგაროდ რას ნიშნავს უანგაროდ კლასელები ვართ ო კარგი რა დედა რა არ მოგწონს სალი მახო ხელი რო გადაგხვია და რაღაც ბავშვობის ამბები რო გაიხსენეთ ერთად დედა რა მოხდა მერე
არაფერი რო გაბავს ნელ-ნელა ამ დახმარებით ვერ ხვდები? სალი? კლასელები ვართ მე და მახო დედა. თან ცოლი ყავს. მამას არ ყავდა ხო ცოლი? მე იმას გეუბნები რომ უბრალოდ არ მომწონს ვიღაცები რომ ამოყავს. ვინ ამოყავს დედა? მახო. მე გითხარი რომ თუ ესე გააგრძელებ გადავალ სახლიდან. არ მინდა ამ პოტენციური მამების გაცნობა რა. კარგი დედა რა, არსადაც არ გადახვალ. მოვიტანე ხლა ყავას და დავლიოთ. მოკეთ აღარ ვიცი რა უკვე რა ვქნა რა. ეს ვიკაც მინდა რომ დავაბრუნო სამსახურში ეს გოგონა ნამდვილად არაფერში არ არის. აი გასაგებია თანაც ახლა კამერის ჩანაწერებში არაფერი ისეთი საეჭვო არ ჩანს. მაგრამ იცით სიმართლე გითხრათ, როცა უკვე პეჭედი ნაპოვნია, ძალიან გაგვიჭირდება დამნაშავის პოვნა. თავისთავად, მაგრამ იქამდე ხო ქრებოდა ფული სალონიდან. ხოთ ეხლა თუ რაიმე მსგავსი მოხდება კამერების მეშვეობით, გავიგებთ ვინ აკეთებს ამას ყველაფერს. კი, მაგრამ ახლა მომავალში თუ რამე მოხდა, ეს ამითი ვერ დავამტკიცებ ჩვენ, რომ ეს პეჭედი იგივე ადამიანის აღებულია. არავისთვის დამტკიცება მე არ მჭირდება. მე მინდა ჩემთვის ვიცოდე ვინ იპარავს რაღაცებს ჩემი სალონიდან. გამიგე? ესმის თქვენიც. ალია. მე ვარ. რა ნომრიდან რეკავ? ჩემი ტელეფონი საშიშია რა ლაპარაკი. რა მოხდა? მამის მინდა ის ბეჭედი დავაბრუნე რა. შენ ხო არ უბერავ გოგო, რა პონჩი დავაბრუნე? მე არ გამოდიოდა რა, უკვე ყველას ჩემზე აქ ეჭვი, რუსუდანსაც და მithვალთვალებენ. კაროჩი რა. აი არ მინდა ეხა ტელეფონზე ბაზარი, მოდი სახში და აქ დავილაპარაკოთ რა. გეუბნები პირველივე გვერდზე ეწერა ნუნუდეი და აზა და ლია. ჩემი თვალით ვნახე კეთილი. გამაგიჟება ლია სამსახურიდან ვინ გაუშვებს? ნუ გაუშვებენ თუ რა სიძავენ არ ვიცი, მაგრამ გეუბნები რომ ეწერა. წყალი საიდან იკეთება? რა წყალი? სადარბაზოში წყალი საიდან იკეთება? რა ხდება? მილი გასკდა, წყალს ვეღარ ვაჩერებ. რა მილი გასკდა? აი ლელა მე გაჩვენებ წამო. მოიცა ერთი წუთი დამალოდეთ მე წამოვალ. გეუბნები რომ ლია არ იმსახურებს მაქსიაში ყოფნას. ხო და მიბრძანდი ახლა იმ შენ დიტოსთან და ამოაღებინა სიიდან. მოკლედ რაღაც უნდა გითხრა და გეხვეწები არ მეჭყობო რა. რა მოხდა? წავიკითხე შენი სტატია და ძალიან მომეწონა. ხალი მოიტანეთ. სასწრაფოში დავრეკეთ როზა.